50-მდე კაცი რო ყავს ჩაზასული. ბაბუა, ასეთი აფიშირება რო არ გააკეთო საზოგადოების წინაშე და სალანძღავად რო არ შეიქმნა თავი. შენთვის წყნარად რო იყო არ გირჩევნია ბაბუა გენაცვალოს. 50-მდე კი არა, თუ ვინა 500-მდე კაც ეზასავე, კაცო. რო გამოდიხარ ბაბუა და აფიშირებას რო აკეთებ, რა კაი გოგო ხარ ეხლა მაგით შენ გონია. კაი გოგო კი არა, ბაბუა, ქვეყნის სალანძღავი გაიხადე მაგ თავი, ქვეყნის სალანძღავი და ამ ყვატმა რა გიქნა შენ წინ და უკან, დილას და საღამოს. ეს გეკუთვნის ბაბუა შენ ამ ყვატის განავალი გეკუთვნის შენ. ასეთი შტერი ხარ. რამ გაგაჩინა, საიდან მოდიხარ ბაბუა, რა თაობა ხარ, ასეთი უჯიშო, საიდან გამოძველი ბაბუა. სადაური ქუთაისელი ხარ ბაბუა, თავში ტვინი არ აქვს, შეუპატრონო შენ, ეს გჯობია აგერ, ჯერ გასაზრდელი არის ეს ყვატი. ეს გჯობია შენ ნიჭიერებაში და ჭკუაში ბაბუა და ამ არის უპატრონო რა პატრონს დაებადე შენ მამაშენს შენ გაკეთება სკამი გაეკეთები ერთი ტაბურატკა ბაბუა ის არ ჯობდა ან კიდე ვიზუალურად შეგხედე ბაბუა შენ რა გეტყობა ხალობის და ნორმალური ადამიანების რას გავხარ ბაბუა საგეში არ იყურები მაინც